ხალით ვნახე ძალიან ესე მოქმედა ჩემზე. ისეთი წერდნენ SMS-ებს. ყველა არა. განაგიმ რაღაც ისეთი ცუდი რაღაცა გააკეთა. ივანაც და ამერიკა როდის ჩამოხვალა, ხო თვითონ არ მელაპარაკა პროდიუსერი ამ სპექტაკლის. მე ვთხარ ახლა ესეთ ხასიათზე ვარ, რომ ვერ ჩამოვა. და სხვა რეჟისორი მოზებდოთ. ну в общем არ ჩავედი. ამას კი არ ვამბობ ახლა ეს სატრაბახოთ რომ როგორი პატრიოტი ვარ. უბრალოდ აი როგორც შენიყავი დეპრესიაში, ისე ვიყავი მე დეპრესიაში მომის შემდეგ. მაგრამ ვინც წერდა, ვინც მართლა ჩემი აი თუნდაც რაიკენ ისეთი წერილი მომწერა რომ აი მცემები აი ხარ ჩავუყურებ რა ხდება. ხო იცით ხა რა არის პოლიტიკა, რა ხვალ შეიძლება კოსნაობა დაიწყო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა და რაში ხო. იმიტომ რომ აქ არ არის საგდენები არ არის ხო პოლიტიკაში და მე ვფიქრე რატო დავაკეთე ჩემს ოჯახს ის მეყოფოდა სისტემამდე მეყოფოდა ის თანხა მაგრამ ნუ ვერ შევძელე ხო ადამიანურად ვერ შევძელე კოსტა ახლა თავაზობს ოტელოს დადგმას და მე ახლა წავალ აუცილებელი თუ მიცენე კარგად და გამეშვეს არ მომეცენ ისე რომ უჩვენდეს მოდი ნათალით ვიტრატკენ რა ეს უცნობი ჯარისკაცი პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ იყოს აი ამ ომში რა გენახევრიან ომში უცნობი ჯარისკაცი საერთოდ ეგეთი მცნება 50 მილიონი კაცი მოკვდა იმ ომში და იქ როდის 30 წლის მერე გააკეთეს ესეთი აქცია უცნობი ჯარისკაცი ერთ დღიან ომში რაზე არის საუბარი რა ჩემი სიმამრი კრესელავა იყო ნიურნბერგის პროცესზე მთლიანად გაიარა და იმან მითხრა რომ საბჭოთა იდეოლოგია მალავს რამდენი დაიღუპა ომში გერმანელები დაიღუპეს 9 მილიონი ამ უზარმაზარ ომში და საბჭოთა მხრიდან დაიღუპა ის ამბობდა 30 და ჩვენ საბჭოთა ისტორიკოსებიც მიუახლოვდნენ ამ რიცხვამდე მაგრამ ამბობენ ეს არის 40 მილიონი პრაქტიკულად ტყვიები არ ეყოთ ასე რომ ძალიან საზებრად ვთქვათ გერმანელებს რა გახდა ახლა ჩემი სული წავიდა ომში მოვკვდა და მე არ მაძლევ უფლებას რომ ეს დავასაფლავო საშინელი აქტია თვითონზე დავდექი ისე გამოდის ერთ-ერთი მათთაგანი კიდევ და იძახის რომ ამ პროექტში ვინ შედის რუსის ჩეკმა ჩანს უკანო თუ რაღაც ისე მსგავსი მომიტანეს რა იმ ხალხისგან ნუ აი როცა გეტოს ეძახიან ამას როცა მე შემდგომში იმედია და აუცილებლად დოკუმენტები მაქვს ამოღებული როცა სპეკულირებენ დაღუპულების თემით მაქსიმუმი რაც მოიფიქრეს ის რომ ისევ სადაც ზონიდან და კამერიდან რამდენიმე ჩაცუცქული ნარკომანი მოძღვრავს იმას საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შევეხოცოთ რუსებს რომ როგორმე დაგვიყრონ ისე რომ ნაზად ეჯიბრებიან ერთმანეთს უბრალოდ უზრდელობაში ხალაჩუნობაში იმიტომ რომ ის თემები რაც ეს ხალხი ბოლო დროს ტრადიციულად საუბრობს მეტი არაფერი არ არის და ლაჩრობაში თუ როგორ ვის უფრო მეტად ეშინია რუსეთის და აი ამ საუბრებით უკვე ნელ-ნელა მივიდა იქამდე რომ იმდენად ღრმად არიან რუსებთან შესული ხო რომ აი კამერაში ფეხები გაჩან ამ დროს რაც ხდება ხო მეორე მხრივ ესენი ეს ყველაფერს ისე აკეთებენ რომ იმათ დაუშვათ ინგურგესი იგინდა ომი გინდა ტერიტორიების დაკარგვა ყველაფერი აბსოლუტურად მიეცი რასაც რუსეთის ინტერესი და მეც ვერც იოცნებებდა ხო დაუშვათ რა
რამდენიმე შეიძლება ამ კუდიანების ძებნით დავუშვათ დააბოლონ ეს ხალხი და თითქოს ყველა შეერაცხონ ეს ზვიადის დროდან მოყოლებული ესეა ხო გახსოვთ რა 20 წლის განმავლობაში არის ესე რომ დაძდევენ ვიღაც კუდიანებს ვიღაც კაკებეშნიკებს ამ დროს გუმპარიძეს რო უთხრეს სუკის აგენტი ხარ ისიც მახსოვს იმან როგორ უპასუხა აგენტი კი გენერალი ვარ და ეს კენახართ აგენტებიო და საშიში სიტუაცია არის იმიტომ რომ ხალხი მაინც გაჩერებულია ამავე დროს მე მესმის ხალხის რომ ამავე დროს რომ დაიწყო როცა ეს საშიშია როგორც მაშინ თქვენ მოითვენეთ ხო და დაიწყეთ ეს ბრძოლა მე არ მესმის კიდე ეცი რა ნუ რა არის ასეთი სიგიჟე რომ შენ ეპოთინები ამ ძალაუფლებას კი მე მესმის რომ ეს ყველაზე ალბათ დიდი უნება სექსი კაიფი ყველაფერი შედის ალბათ იქ თეორიულად ვიცი იმიტომ რომ ბუნებით არ მიყვარს აი ისიც კი როცა როლებს ვანაწილებ დავუშვათ რა არის ხო ისიც ჩემთვის არის წამება იმიტომ ვიღაცა დასიდან უნდა ავირჩიო და მივცე როლები ხო და შენ როცა იქ ხარ მაგრამ რეაქცია მომნებს რომ შენ შეიძლება დავუშვათ ვიღაცა დაიჭირო ვიღაცა მოსპო ოჯახს მოერიო ну აი რა არის ეს თუ არა რაღაც ну ვერც ვიტყვი რა ქვია მას განიაკურა შეიძლება რომ იყოს ის თუ იცი რომ იარაღი გაქვს რატო არ გინდა აშედო რატო არ გინდა რომ მისი ადამიანს თავისუფლება თუნდაც ისეთ დარგში როგორც არის აჭრობა რაღაც პატარა გააკეთოს პატარა საწარმო არა უსაფრთხო უნდა დააჯდე ამას წაართვა ეს საწარმო თუ შენ წილში უნდა ჩაჯდე უსაფრთხოდ მასთან ხო ხო მესმის ყველგან ამაზე ლაპარაკობთ ხო რადიოს დამფუძნებელი ვარ და ის ვიცით რომ რაღაც ეშინია რეკლამის განთავსება ხო დაუშვათ ხალხს ეშინია იგივე აქვს რეკლამის განთავსება იმიტომ რომ კიდე ახალ კლუბზე წავლენ და კიდე და მე ხება რა ვიცი მე ვიცი შესაძლოა საშუალოდ დავადგავ სპექტაკლს ეს არის ჩემი სამყარო მე ვცხოვრობ რუსთაველის თეატრში ჩემთვის ეს თეატრი არის ჩემი ქვეყანა და ვცდილობ რომ მსახიობები ვინც არიან იყვნენ ისეთ გარემოში რომ არ იგრძნონ თავი რაღაც პრესის ქვეშ რომელშიც არიან რომელშიც ყველა ჩვენ თეატრი შეიქმნა იმიტომ რომ ერის მამებს ასე ვთქვათ ილიას აკაკის ყველას ახლა ვერ ჩამოთვლა რომ ჩამოთვალ ბერმა უკვე აღარ იცის უნდათ რომ ყოფილიყო ქართული თეატრი სადაც შეინახებოდა ენა აზრი ტრადიციები და როცა შენ ამ თეატრში შემოდიხარ ნუ ეს გაწובה შენ როგორც თვითი და შენ გინდა გააგრძელო ახლა ბოლოს იმ კედლებში სისხლია დააღურილი ხო ახმეტელის მისი მსახიობების შვილის ავიცი ამიტომ ჩვენ მაინც ისე ვაგზელებთ ამ ადამიანურ ტრადიციას რომ ვიტყვი რომ მაინც ბედნიერები ვართ ისეთი ახლა გზნობენ და ახლა რაღაც დათმობაზე წამოვიდნენ მე უნდა არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს ბოლო მომენტში მაგრამ ციან რომ ეს ხო არის აი როგორც გეუბნებოდნენ რომ რაღაცა გააკეთა და გაახტრებით თეატრის სამფოტო ხელმძღვანელი ну ასე არ მოვიქცევით და არც ვერც მოვიქცევით თუ გამაგდეს დავუშვათ შესაძლოა ხო მოხდეს ყველაფერი რაღაცა დაგაბრალეს გამბრალდნენ და ძალიან კარგად წავალ და სადმე დავსახლდები ამ იმ სახლში თუ ის არ ჩამომართვეს დავიღებ ციგნებს და წავიკითხავ მაგრამ ამ პერიოდში სვამდი იმიტომ რომ რაღაცა დავივიწყო ის